ნიკა მელიას მივესალმები ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ყავს ხაზზე, რომელიც დღეს გვეგონა რომ პირდაპირ დაპატიმრებული იქნებოდა, იმიტომ რომ პროკურატურა არ პასუხობდა მის ზარებს, როდესაც ნიკამ გადაწყვიტა რომ ინტერვიუზე წასულიყო პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია კავკასიაში. ნიკა, როგორ დასრულდა ეს ამბავი? გითხარით თუ შეიძლება. ახლაც მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასიის შენობიდან გერთვებით, ჰქონდა გადაცემაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ვინც არის ის მათთვის გავმარტავ, რომ ადვოკატმა წესისამებრ მიუხედავად იმ წესებს, რომელსაც წერს ქართული ოცნება, იმ წესებსაც კი პატივი ვეცით და ჩემ ადვოკატმა აცნობა პროკურატურას, რომ დღეს 8 ნახევარზე დეპუტატი მელია მივა პოლიტიკურ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად და პროკურორის პასუხი იყო კატეგორიული უარი, რომ მე არ მქონდა უფლება დღეს აქ მოსვლის. და თქვენ მაინც წახვედით და მე რა რეაგირება მოყვა, ეს გვაინტერესებს. არ ვიცი, ჯერჯერობით აქ ვარ, რა რეაგირება უნდა მოყვეს. ინგა არის სრულიად არაკონსტიტუციური, არანაირი უფლება არ აქვს არავის აუგრძალოს კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება მოქმედ დეპუტატს. უბრალოდ უფლება კი არ მაქვს, მე და რაც უფლებამოსილება განსახორციელება კი არა. ვალდებულიც ვარ თუ ასე შევხედავ, იმიტომ რომ ამისთვის ვარ წესიდარიგით, ხო, მე ხა პარლამენტის წევრი, ხო. რა მოხდა მინდა ცოტა მცირე დრო 2 წუთი წავართ და მაყურებელს თქვენსაც მოუყვე. მე როდესაც თქვენ იცით ეს გადაწყვეტილება ჩემს მიმართ იქა გამოტანილი 2 თვენახევრის წინ, მას შემდეგ სახლიდან მე არ გამოსულ ვარ და ველოდებოდი საპარლამენტო სტომის ჩანიშნას, მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლო, ასე ვთქვათ, ბრალდება წამიყენეს, მტკიცებულების გარეშე იმუნიტეტი მომიხსნეს ერთჯერადად. ამის შემდეგ სამაჯური გამიკეთეს, ამას დავთანხმდი, პასპორტი მოიტანეო, პირადობის ფოტო მოიტანე, ქვეყნიდან უნდა გახვიდეო და ჩავაბარე კი ბატონო პროკურორს საჯარო სივრცეებში, ანუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქუჩაში სიტყვის გამოსვლის უფლება ჩამომერთვა გადაწყვეტი პარლამენტში სიარულს და მივიღეთ თანხმობა. მივედი ალბათ თქვენც ადევნეთ თვალყური სიტყვითაც გამოვედი სტომთა დარბაზში და აი ამ დროს ვიდრე მე პარლამენტში ვიყავი, სახლში ჩემთან მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც მეუღლე და ბავშვი იყო და ოქმი შეადგინეს და თქვენს რომ მელია სახლიდან გასვლის უფლება არ ქონდა და რატო გავიდა? ანუ არც შეთანხმება იყო, თანხმობა ჩვენ წერილობით მიღებული გვაქვს. მოკლედ ტექსტური შეტყობინების სახით პროკურატურის და რაღაცა მოხდა მათ შორის, არ ვიცი რატო გადაწყვიტეს. სად არის ნიკა? იკითხეს სახლში, ახლა როდესაც მთელი ქვეყანა მხედავდა, ვიყავი პარლამენტში მისული. აი ამის შემდეგ მომდენო დღეს მოვიდნენ და უცბად მოულოდნელად მათ ჩათვალეს საჭიროდ ახალგაზრდები გამოუშვა ხელმძღვანელობა ახალგაზრდებს რას ვერჩი ახლა ვინც დადია პრობაციის ოფიცრები სააგენტოსი და თქვენს რომ სამაჯური უნდა შეეცვალათ და ეს სამაჯური ხელის ნაცვლად ფეხის კიდურზე უნდა დაედოთ მომდენო დღეს. ნუ ახლა გამიკვირდა ახლა 2 თვენახევარი სამაჯური მაჯაზე მიკეთიათ ახლა ფეხზე რატო გავაკეთებიებდი და ნუ აი ესეთი მე დაურეკა ხელმძღვანელსაც მე პირად ველაპარაკე და უთხარი რომ არ გავიკეთებ ახლა ფეხზე. ეს იყო მოკლედ ის რაც იყო. დღეს ამიგრძალეს მიუხედავად იმისა რომ ვაცნობეთ სრომის სახით მიიღეს, აი აქ მოსვლა საიდანაც გერთვებით. აი აქ რა საშიშროებას წარმოადგენენ მე რა ბატონ დათო აკუბარდიას ან ხავატონ ნინო ჯანგირაშვილს არ ვიცი მე ხა რა მტკიცებულებები აქვს შენახული სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გავანადგურებ მოწმე აქვს რომელიმე რომელთან ურთიერთობა თუ რა თუ კი დეპუტატს აქვს უფლება და თვითონაც ვერ უარყოფენ რომ პარლამენტში ვიარო და ხტომებს დავესრო ეხა პოლიტიკურ გადაცემაში მოქმედი პოლიტიკოსი დეპუტატი რატო ვერ უნდა ანუ აქტივის მიუხედავად თქვენ მაინც მიხვედით ტელეკომპანია კავკასიაში და რა რეაქცია ექნება ამაზე მე უბრალოდ პირდაპირ ჩემი თხოვნით თქვენთანაც უბრალოდ ვთხოვეთ რომ ანუ ვერ ვახერხებდი ორივეგან მოსვლას და ჩართვა გადაწყდა თქვენ დავითახეთ ჩართულიყავი უნდა თქვი და ვერთვები კიდევაც მაგრამ სახლიდან ვაპირებდი თუმცა თქვენთანაც ვაპირებდი მოსვლას უბრალოდ ორად ვერ გავიხლიჩებოდი ხვალაც ზეგაც ვაპირებ ჩემი როგორც დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებაზე რაც არ უნდა მითხრას ბიზნესის ანუ არ დაემორჩილებით საგამოძიებო სტრუქტურას თუ რაც ქვია სამართალო არა და ხო და ასე თუ შევხედავთ კი ბატონო არ დამორჩილება მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი ეს არის არ დამორჩილება უკანონო მითითებებისა
დავემორჩილე, გავიკეთე სამაჯური, დავემორჩილე გირაო შევიტანე, დავემორჩილე პასპორტი ჩავაბარე, დავემორჩილე ვეუბნების სახიდან სანამ გავდივარ, რომ გავდივარ სახიდან და ეხლა ვაპატიეთ, ეხლა არ გახვიდეო, იქ არ მიხვიდე, იქ არ ილაპარაკო პოლიტიკაზე, ხვალზე მეტყვია რომ ერთი ოთახიდან მეორეში არ გავიდე. გასაგებია, მოკლედ დაველოდებით რა რეაგირება მოყვება აი ამ თქვენს გადაწყვეტილებას. რა რეაგირებაც არ უნდა გქონდეს. სახლიდან გასულიყავით და მისულიყავით პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია კავკასიაში. ნიკა, მე მინდა თავარ პოლიტიკურ თემაზე გადავიდე, თუმცა თქვენი თემა ცხადია, მიგმულია ამ კონტექსტ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, მაგრამ დღის მთავარი ამბავი რაც მოხდა სასტუმრო რუმში, ალბათ თქვენ ამას უყურებდით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის იქ მისვლას, შეხვას-შემოხვას, მღელვარებას. მაინტერესებს თქვენს მიერ შეფასებული დღევანდელი პროცესები. როგორ შეფასებას აძლევთ მომხდარს? ჩემი საზრით დღეს იმ ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომელსაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები და იქ რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციები, მართლა ხო არ ამუქებენ, მართლა ხო არ უტრირებენ რა ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის დაპირისპირება, რა ქვეყნის სუვერენიტეტი, რა დამოუკიდებელ საფრთხის ქვეშ ასე შემდეგ, რა პუტინი, რა ტრამპი ასე შემდეგ, ხო? დღეს მე მგონი მათაც დაინახეთ ძალიან მკაფიოდ რომ ბრძოლის ხაზი გადის რაზე? ან რუსეთი, ან ცივილური სამყარო. მე არათუ რომ მადლობა დაწუნებული კითხვის ნიშანი არც მიჩნდება, რომ დღევანდელი ის რაც მოხდა ამბები და განვითარდა მოვლენები რუმსის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მის ჩაშლაც სადეს და ამით მკაფიო სიგნალი გაეშვა. არ იყო ცალკე აღებული ერთი ან ორი რომელიღაცა პოლიტიკოსის იქ სადაც მათ უნდათ რომ აქ ცოცხლოთ, აქ ძლიერები ვართ, აქ ხო ხე ამის უკან დგას ქართული ოცნება, რა თქმა უნდა მე უბრალოდ არ ვახსენე ეს, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძლიანი ამ კონტინენტისა, ევროპისა შეკრებილნი არიან აქ ჩვენი მოძმე რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის თანხმობის ეს ასე არის, ანუ ცაც თბილისში და აიქაც კი მივდივარ და იქაც კი ვეუბნებით, რომ და მითითებითაც რა რომ ჩაეშალათ ის შეხვედრა რომ მოკლედ ჩვენ ქვეყანა საქართველოს ეს ვისაც ვიცით და ეხლა ანუ ხო ხედავთ მე თვითონ ვაცნობ აი თუ შეგიძლიათ მაშინ მითხარით მე გიგასთან ვერ მოვასწარი ამ შეკითხვის დასმა თქვენგან მაინტერესებს პასუხი რაში გამოიხატება საქართველოს ხელისუფლების ეს პრომოციური პოლიტიკა და აი რაში გამოიხატება მათი მისწრაფება ამაზე ვისაუბრე კი ბატონო ამაზე ვისაუბრე მე მათ შორის პარლამენტში ჩემი სიტყვით გამოსვლის დროს არათუ ყალიბდება ჩამოყალიბდა საქართველოში რუსული რეჟიმი და ამ რუსული რეჟიმის გამყარებას ხელს უწყობს მთელი ეს ქართული ოცნების დეპუტაცია ივანიშვილი და ივანიშვილი დიახაც არის პირდაპირ ემისარი რუსეთის კრემლისა და ქართული ეს დეპუტაცია ოცნებისა დათანხმდა ივანიშვილის მარიონეტობას დათანხმდა დიახაც რომელ გამოვლენებაში რომელი ფაქტი მოვიყვანოთ ეხლა მე აქ ეთერში ასე ბატონ დათვა კუბორდიას და მაგალითი მოვიყვანე რა იმიტომ რომ რაღაცნაირად დამნაშავედ გძნობ რომ ამაზე ხშირად არ ვსაუბრობ არ მეძლეოდა ისეთი აქტიური მონაწილეობის მიღება ამ პოლიტიკურ პროცესებში ადამიანი დღით ბზისით ჩვენი ქისტით ანამოქალაქე გაგარინის მოედანზე დაჭრეს 4 თვით ხო რომელიც იდევნებოდა რუსეთის სპეცსამსახურების ხიდან და თხოვა სახელმწიფოს რომ აი ხო ხედავთო დამჭრესო ხო ხედავთო კინაღა მოკლეს და გადავჭროდა დაცვა გამომიყავითო და ორჯერ თუ სამჯერ თხოვა და არ გამოუყვეს დაცვა იძულებული გახდა რომ ქვეყანა წასულიყო და რუსეთის სპეცსამსახურის ძალება ბერლინში მოკლეს და როგორ ვიცით რომ ბერლინში რუსეთის სპეცსამსახურება მოკლეს იმიტომ რომ დააკავეს ჩვენ ყველა ვიდეო კამერა წაიშალა წარმოგიდგენ იათ ეხა მე წავიდე გაგარანის მოედანზე მათქვევით თუ შეიძლება დაფას ეხა თუ მიგვათრევენ და ასე თქვა შევყავართ იქ საიდანაც მართლა სისხლით ოფლით ჯაფით გამოვედით და საქართველოს დროში ავაფრიალეთ და დამოუკიდებელ სახელმწიფო ვართ ბიჭო შივრებსაც ყველავსო ეს ბიძი და ივანიშვილიო თანო დამოუკიდებლობას გვართმევსო და ლახავსო თან თავისუფლებას გვართმევსო თან გეუბნება რომ აღარ უნდა იყოს შენო უკეთესი ქვეყნის სახელმწიფოს ბოლოტიშიო თანო არც ეჭამო არც სვაო და არაფერი არ აკეთო მარტო მე უნდა ვიშოვო ფულიო ხო ხო და ის ძალა რომელიც დღეს აქტიური იყო ხო ხა პარლამენტში ასევე როგორ მოხდა ძალიან კარგად ვიცით ბატონი გახარია ვინ არის
მოსკოვის კაცი, რომელზეც შეთანხმდა მთელი საერთაშორისო მედია საზოგადოება, ეხლა ხო? კი არ სიამოვნებს ნებისმიერ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერს, ოდესაც გამოდივარ და ამაზე ვსაუბრობ. იყო ობიექტურები, ოპოზიცია უწოდე, ჩასწორება მოხდა თქო. ეს მარტივად გეტყვით რა. რა მოხდა? აი, რაზეც ყველა ეგრეთ წოდებული სალომე ზურაბიშვილი საუბარი ოპოზიცია უწოდებს მოსკოვის მომხსენებელი ამ საერთაშორისო მნიშვნელოვან ავტორიტეტულ კონფერენციაზე საუბრობდა. კაც, აი სალომე ზურაბიშვილი ვინ არის? ინგა. რა გამოწვევების წინაშეა, რა საგარეო გამოწვევების წინაშეა, რა პრობლემია შიდა პოლიტიკურად არ მისმის. სალომე ზურაბიშვილი ვინ არის? ბატონო, ეხლა მართლა რა ჩემი ასე თქვათ ველზე ასე შემდეგ, ხო? ამ 2-3 თვის განმავლობაში ეს ყველაფერი ამ ყველაფრის ილუსტრაცია ცოცხლად იხილეს. აი თითქოს დამთავრდა რაღაცა სიტყვით გამოსვლები და მე ორგანიზატორებმა შესთავაზეს, რომ ერთი წუთით რომ ნათლა წარმოგიდგინოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს პრობლემები, თუ შეიძლება 5 წუთი დაუთმოთ ერთ პატარა, ასე ვთქვათ, თეატრალურ წარმოდგენას და გამოჩნდნენ ამ ასე ვთქვათ, თეატრალურ სცენაზე ის ადამიანები, ვიზეთ საუბრობდნენ და იმ ზალის წარმომადგენლები ქართული ოცნების რომლებიც დღეს აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ და ბიძინა ივანიშვილს ეს ჩანაფიქრიც აქვს, ისიც რომ აი ესეთი ქირურგიული ჩარევები აკეთოს სხვისი ხელით, თვითონ არ არის, მაგრამ ვინ გაჭამს ხალხო ამას? ღიად საუბრობდით 2-3 დღის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ბიძინა ივანიშვილი უბსკულისკენ კი არ მიაქანებს ქვეყანას, უკვე იქ ვდგავართ და ან გადავახტებით ახლა ამ უბსკულს, ან ჩავარდებით და ეს რო არ მოხდეს ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებით და გაერთიანებისკენ მოგვიწოდებენ ოპოზიციურ დემოკრატიულ ძალებს. აი ირმა ინაშვილზე მინდა კიდევ ერთი კითხვა რომ დაგისვათ, როგორც ნაციონალური ირმა ინაშვილი აქ არაფერ შუაში არ არის, განა ვერ არამე უნდა ვთქვა. მან თქვა რომ ის მივიდა დღეს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან იმის სათქმელად რომ ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს რომელიც თავის დროზე იყო ნაციონალური მოძრაობა არ აქვთ უფლება ისაუბრონ ოკუპაციაზე, არ აქვთ უფლება ისაუბრონ დასავლურ ღირებულებებზე და თქვენ ჩემზე კარგად იცით, როდესაც ოკუპაციაზე არის საუბარი და დისკუსია, აი ის პოლიტიკოსები, თუნდაც ვინც ახლა მე ვახსენე ირმა ინაშვილი და სხვა პოლიტიკოსები ბრალსდებენ სწორედ თქვენი პარტიის ლიდერს 2008 წლის პროცესებში, 2008 წლის ომის თემაში. აი აქედან გამომდინარე მაინტერესებს რა პასუხს გასცემდით მათ. და 1921 წელს ვისდებენ ბრალს. საინტერესოა, ხო? 1924 წელს ვისდებდნენ ბრალს. იქ მე არ ვიცი კიდევ 56 წელს ვისდებდნენ ბრალს. საინტერესოა უბრალოდ, აი ისტორიულად ვისდებდნენ ბრალს. აი ქართველი მეფეები, როდესაც მონღოლთან ბრძოლას აგებდნენ და არა ომს, ვისდებდნენ ბრალს. ერეკლე იყო დამნაშავე მაგალითად. მეფე იქ სხვა ბრძოლის გასაგებია. ვაგებდით, ხო? ეხლა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ისტორია მარტო დიდგორის ბრძოლით და 1921 წლის 12 აგვისტოთი არ გამოირჩევა სამწუხაროდ და მარცხის გვიწვნია და გამარჯვებაც, ხო? მაშინ როდესაც ვაგებდით, ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი? დავნებებული ყავით? ანუ რა უგებარია და ირმა ინაშვილი აქ არაფერ შუაში არ არის, ხო კი არ ვერიდები ირმა ინაშვილის საუბარს. ჩვეულებრივად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს. საშუალო ირმა ინაშვილი ნებისმიერ სხვა პატრიოტთა ალია ერთნი არიან, ერთი მთელია. მორჩა გათავდა და არც არავინ უარყოფს, არც ერთი უარყოფს და არც მეორე მხარე უარყოფს და აბა რა უნდა თქვა, ხახნო ეხა და ბატონი გახარია ესეც უნდა თქვა, არაფერი არ არის საერთოდ ჩვენ როგონია ისეთი ადამიანი, ეს არის შემსრულებელი, უბრალოდ გაუმჯობესებული, მოდერნიზებული, ბარუკა ბახტაძეა და აი გახსოვთ თქვენ ხო ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში როცა მოვიდა, როდესაც იყო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, ის მართლა პუტინის კაცი იყო, ხო? და მეგობარიც იყო და მიშა სააკაშვილის თხოვა რომ თანამდებობიდან არ მოხსნაოდა. გახარია ვინ არის კაცის კაცია, ხო? ივანიშვილის, ასე თქვათ, რომელიც ემისარია, როგორც ახსენე, იმის ნების შესრულებელია, მორჩა გათავდა და ვინ არიან ეს დანარჩენი პრორუსული ძალების წარმომადგენლები?
არიან ასევე ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი. დიდი მადლობა ნიკა მელიას. მადლობა ნიკა, მშვიდობით მისვლას გისურვებთ, მოკლედ სახში იმედია გზაში არ დაგაკავებენ თვითნებური გადაწყვეტილების გამოგება და დაასრულეთ და შემდეგ სულათა უნდა დიახაც მე ვთქვი იმიტომ რომ სხვადასხვა გადაცემას სხვადასხვა კატეგორიის ხალხი უყურებს, ყველა ახერხებს ედროს უყუროს ტელევიზორს. ხო მე ვთქვი პარლამენტში გამოსვლის დროს რომ ეს ხელისუფლება არის ძალიან არასწორი ისტორიულ მხარეს და უბნელეს მხარეს. დიახაც ისინი არიან იცით ვისთან? ისინი არიან ჩახალიანებთან, შკრილნიკოვებთან, ორჯონიკიძეები და ცხაკაიები, ციციანოვები და ერმოლოვები. აი ესენი არიან მათი ასე თქვათ პოლიტიკური მეგობრები, როდიონოვები და ლებედები. ეს ხალხი არიან, რომელთა რიგებს მიემატა ორი გვარი, ეხა ივანიშვილი და მიემატა ერთი გვარი, ასევე ბატონი გახარია და ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ არც ერთ ამოღალატეს, არც ცხაკაიას და არც სერგო ორჯონიკიძეს და არც ხებს თავის დროზე არ ეგონა, რომ ისინი იყვნენ ქვეყნის მოღალატეები. პირიქით რო გეთქვა, რომ მოღალატე ხარო, ალბათ თავში ჩაგატყავდნენ რაღაცას, მაგრამ ისტორიამ რა დაადასტურა, ხო, საუკუნეების შემდეგ, ათწლეულების შემდეგ ასევე ხო რა დაადასტურა, რომ ეს ადამიანები მართლა ის ადამიანები იყვნენ, ვინც სამშობლოს ინტერესებს უღალატეს და მოკლედ ისტორია შეაფასებს უკვე მომავალში ვინ რა გააკეთა ქვეყნისთვის და ვინ პოლიტიკას აწარმოებს. ნუ ველოდებით, რომ ბატონის ის რა ქვია, გახარია და იქ ივანიშვილი გამოვლენ და იტყვიან, რომ მე ვღალატობ საქართველოს ქართული ინტერესებს, ქართული სახელმწიფო უნდა შეილახოს და უნდა ფეხქვეშ გაითელოს. ამას სერგოს არ ამბობდა ორჯონიკიძეს ეს. მაგრამ ეხა ვაპატიეთ რა, ეხა თვალი გვაქვს ორი, სამწუხაროდ ვიღაცებს ორი თვალი აღარ აქვს, მაგრამ გვესმის და თვალყურს ვადევნებთ ასევე იმ პროცესებს, რომელსაც ადგილი აქვს და რუსეთის ძირგამომთხელი საქმიანობა ეწევა არათუ ვინმე რომელიღაც ოპოზიციური ვითომ პარტია, არამედ ხელისუფალი. აი ეს საინტერესოა რა პასუხი ექნება ხელისუფლებას, გიავოლსკი იქნება ცოტა მოგვიანებით ჩვენი სტუმარი, როდესაც კომენტარს გააკეთებს გასტუარა, მაგალითად პატრიოტთა ალიანსის დღევანდელი მოქმედების უცნება. დიახ. ბატონმა გიავოლსკი ხო არ ვიცით ვინ ყავდათ. აი ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული ადამიანი არის იმ პროცესების თაობაზე, რომელსაც ადგილი აქვს და დღეს ქონდა. ბატონი ვოლსკი, დიახაც, თავისი, ასე ვთქვათ, საქმიანობიდან და პროფესიული წარსულიდან გამომდინარეც, რა თქმა უნდა, პიროვნული შეურაცხყოფის მადლობა ნიკა. რა ვქნათ ხალხო, ეხა 100-ია და ეხა უნდა დავარქვათ სიმართლე. მოკლედ მშვიდობით მისვლას გისურვებთ სახში, ეს იყო ნიკა მელია.